გამარჯობა, მე ვარ კახა ასპანიძე, დავიბადე და გავიზარდე სამცხე ჯავახეთში, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში. მე ძალიან მიყვარს და საკუთარ სისხლთან და ხორცთან და სულთან მაქვს გაიგივებული ჩემი საქართველო და კონკრეტულად ჩემი მესხეთი, ჩემი სამცხე ჯავახეთი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრება დღევანდელ პირობებში არის ძალიან დიდი გამოწვევა, მე პროფესიით ვარ იურისტი, მქონდა ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობები, რომ წავსულიყავი ქალაქში, მაგალითად თბილისში და იქ მეცხოვრა და იქ ამეწყო ჩემი სამსახურებრივი კარიერა, მაგრამ მე არ დავტოვე ჩემი სოფელი, ვინაიდან იცლება, ოდესღაც სოფელი სარო ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა. დღევანდელ პერიოდში 21 საუკუნეში უკვე სოფლური ტიპის დასახლება არის და ეს სოფლური ტიპის დასახლება არ მინდა გახდეს მომავალში ნასოფლარი ტიპის დასახლება. სადაც დავიბადე და გავიზარდე, იქ უნდა ვიცხოვრო და იქვე უნდა გარდავიცვალო. ჩემი მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სამცხე ჯავახეთი არის ღია ცის ქვეშ მუზეუმი. წუნდა, ხერთვისი, კვარშა, თმოგვის ციხე ქალაქი, ზედა თმოგვის ეკლესია. სამწუხაროდ გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრულად დავათვალიეროთ ის ადგილები, რომელიც სამცხე ჯავახეთში არის უხვად თავმოყრილი, ამიტომ შევარჩიე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელსაც თქვენთან ერთად მოვინახულებ. ვიმყოფებით სოფელ საროში მეგალითური ციხეების ტერიტორიაზე, არის 3 მეგალითური ციხე შემორჩენილი საროს ტერიტორიაზე, რომელიც აშენებული არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე პირველ 1000 წლეულებში, ანუ 3-4000 წლის ისტორია გააჩნია აღნიშნულ მეგალითურ ციხეებს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში სიტყვა საქართველო არ არსებობდა, კონკრეტულად ამ ტერიტორიებზე იყო დიაოხის ტერიტორია. მეგალითური ციხეების გვერდით არის საროს მთავარანგელოზის სალოცავი, რომელიც არის აშენებული მე-7-მე-8 საუკუნეებში. მეგალითური ციხეების გვერდით ასევე არის მოგვიანებით აშენებული საცეცხლე კოშკი, რომელიც კონკრეტულად დემეტრე მეფის ბრძანებით აუგია ვინმე რეხელ ხელოსას და როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცეს, შემდეგ დემეტრე მეფეს მისთვის მიწაწყალი უბოძია. ასევე ამ სოფელში, ამ ციხეების ტერიტორიაზე არის მიწისქვეშა დარნები. ფაქტიურად, როდესაც მტერი შემოესეოდა, ხო, ქალები, ბავშვები მოხუცებულებს ჩაიხიზნებოდნენ ამ დარნებში, დარნის კარები იკეტებოდა და ამ დარნების თავზე მტერი, როდესაც დაბანაკდებოდა, მათ არ იცოდნენ, რომ მათ ქვემოდან, ანუ მიწის ქვეშ იყო სამალავები, ოთახები იყო მოწყობილი, ისეთ ჰქონდათ მოწყობილი, რომ რამოდენიმე დღეების განმავლობაში, შეიძლება თვეების განმავლობაში მათ ისე ეცხოვრათ, რომ მიწის ზემოთ არ ამოსულიყო მოსახლეობა. სამცხე ჯავახეთის და ზოგადად საქართველოს სავიზიტო ბარათია ვარძია. ვარძის მშენებლობა დაიწყო თამარ მეფის მამამ გიორგი მესამემ მე-12 საუკუნეში, ხოლო მე-13 საუკუნეში მისმა ასულმა თამარ მეფემ დაამთავრა აღნიშნული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. ეს შეცდომითაა, ზოგი ამბობს, რომ ვარძია არის ციხე ქალაქი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ჩაატარა თამარ მეფემ და არა ციხე ქალაქის მშენებლობა არ უწარმოებია აღნიშნულ ტერიტორიაზე. სამცხე ჯავახეთში მობრძანებული ტურისტები ყველა სტუმრობს ვარძიას, ვარძის სამონასტრო კომპლექსს და თუ ვინმეს არ გინახავთ ვარძის ეს ულამაზესი ხედები და სამონასტრო კომპლექსი, გირჩევთ მობრძანდეთ და მოინახულოთ ვარძის ეს ულამაზესი ადგილები. გარდა იმისა, რომ ქართველები ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ისტორიული ძეგლებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, ასევე საქართველოში არის ესეთი ისტორიული ფაქტები შემორჩენილი და კონკრეტულად ეს სამწუხარო
ნაგებობა, რომელსაც ჩვენ მონათა ბაზარს ვეძახით, ვიმყოფებით ჩვენ სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად ნაქალაქევის ტერიტორიაზე, რომელიც არის ქარვასლა და აღნიშნულ ამ ტერიტორიაზე, ამ ქარვასლაში ხდებოდა პატარა გოგობიჭების ტყვეთას ყიდვა. ამ ტერიტორიიდან ჩვენი ქართველი გოგობიჭები გაყიდულები მონის სახით გაედინებოდნენ ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიის მიმართულებით და შემდეგ იქიდან ხდებოდა მთელი ევროპის ტერიტორიაზე გაყიდვა ბავშვების. მესხეთი ასევე მდიდარია თავისი კულინარიული შესაძლებლობებით, მესხური კერძებით, თავისი ტრადიციებით. ჩვენ მოვედით მაისურაძეების ოჯახში, სადაც ოჯახის დიასახლისი შეგვასწავლის მესხური სამი კერძის მომზადებას. გამარჯობა, ქალბატონო მარინა, მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნო თქვენ შესახებ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ნაქალაქევში, წუნდის ტბის გვერდით, თირებში და როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არის, თქვენ ძალიან უგემრიელეს მესხურ კერძებს ამზადებთ და ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს მაყურებლებს გავაცნოთ, აუხსნათ, თუ რა კერძებს შევთავაზებთ დღევანდელ დღეს. კი. დღეს შევთავაზებთ სამი კერძი ავარჩიე მესხური სამზარეულოდან. მესხური სამზარეულო მოგეხსენებათ, რომ ძალიან მრავალფეროვანია ცომეულობის მხრივ. ამ წუთში ვაკეთებთ, ეს არის ჯინჭარი, კორკოტთან ერთად, აი ეს კორკოტი გვაქვს, კორკოტი მოხარშულია უკვე და ჯინჭარიც წამოვადუღე და ეხლა ამას დავკეპავ და ჯინჭართან ერთად კორკოტი, კაკალი დავამატებთ. კარაქი, კი, მწვანილეულობა, მარილი გემოვნებით და გამოდის ძალიან უგემრიელესი კერძი, მესხური კერძი გამოდის. ქალბატონო მარინა, თქვენ ვინ გასწავლათ აღნიშნული კერძის მომზადება? ამას ამზადებდა დედაჩემი და ჭინჭრითაც აკეთებდა და აგრეთვე აკეთებდა ღოლო, თუ გაგიგიათ ღოლოს საჭმელი, აი ღოლოს საჭმელთან ერთად იმ ღოლოს ფოთლებს მოხარშავდა, დაკეპავდა, შემდეგ გაურევდა ამ კორკოტს და ძალიან გემრიელი საჭმელი და სასარგებლო იყო ძალიან ეს ღოლოს საჭმელი და თავის გემთვისებას მატებდა, ხო? კი, და იქ სამკურნალოც იყო ეს ღოლო, ძალიან კარგი ეს არის ბალახია მაგირა, კუჭნაწლავისთვის პირველი არის. ღოლოს საიდან მოიპოვებთ? აი ჩვენ სადაც ახლა ისა გვაქვს სახლი, სადაც გვაქვს თმუგის ციხის ძირში. იქ ძალიან ბევრი ამოდის ეს ჭინჭარიც, ღოლო. ბუნებრივად, ხო? კი, და იქ ვკრიფავთ სატაცური მოდის, ქამასოკოს ვკრიფავთ ხოლმე სეზონზე. ანუ ამ ყველაფერს ბუნება გვაძლევს და ხელოვნურად ადამიანები არც ვთესავთ, არც ვსგავთ, ხო ნერგებს, მის ნერგებს, ღოლოსი, სატაცურის ჭინჭარს. თავარი გამოვიყენოთ და ძალიან სასარგებლო არის ჩვენ ჯანმრთელობისთვის. ეგ არის ყველაზე მთავარი და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი არის ეს ყველაფერი, ხო? აბა ეხლა რას აკეთებთ, ქალბატონო მარინა და თუ რაღაცა შემიძლია რომ დაგეხმაროთ კულინარიაში, მზად ვარ? ჭინჭარს დავკეპავ მე ახლა კარგად და შეგიძლია ის ხახვი რო დამიჭრა წვრილად, რომ მაგ ხახვს მოვშუშავ კარაქთან ერთად, მაგას დავამატებ. წვრილად. სხვათა შორის ქალბატონო მარინა ბებიაჩემი იტყო და სანამ დაიქუხებს შვილო ჭინჭარი იქამდე უნდა მოკრიფოთო, რომ მაშინ აქვს უფრო გემრიელი კერძი, მაშინ უფრო მეტად გამოდისო და რამდენად მართალია ეს თქვენ უფრო უკეთ გეცოდინებათ. ხო, ქორფა არის ჯინჭარი და ახალი ამოსულია, რა თქმა უნდა, უფრო მეტია შიგ ვიტამინები და მაგიტო ამბობდა ბებო. ესე იგი ტყუილი არ უთქვამს. არა, მართალია თქვა. ეხლა ვჭრით მწვანე ხავს. ხო? კი ბატონო. ანუ ეს სულ დავჭრათ. კი. ჯინჭარი ბლომად მოვკრიფე და რომ კარგად გამოგდის ძალიან. ახერხებ. ეთყობა იცი კერძების მომზადება. ბავშვობიდან ჩემით რაღაცებს სწავლობდი, უყურებდი ბებიაჩემს, ცხონებულს. კი. და მეც რომ ეთყო და უჯერებდი თუ როგორ უნდა მეკეთებინა. შეიძლება ისი არ გამონდეს როგორც ცხონებული ბებიაჩემი აკეთებდა გემრიელს, მაგრამ შეუჭმელი მაინც არ რჩება მაგიდას. მე ახლა კორკოტს დავამატებ ჯინჭარს და ამას შევდგავ გასქურაზე, რომ ეს წამოდუღდეს
და მე ბოლოს დავამატოთ მწვანილები, რომ გემოები გაუჩნდეს კარგად და აი ახლა დავამატოთ ამას, ახლა კორკოტი ხო დავამატე და დავამატოთ ეს მწვანე ხახვი და ამ თავხახვს მოვშუშავ ამას კარაქში და ისე გავუკეთებ და ეს მწვანე ხახვთან ერთად ამას ჩავშუშავ და აი სუნელებს შეგნებულად არაფერს არ უმატებ. გემო არ დაკარგოს, ხო მაგით? ჭინჭარმა არ დაკარგოს თავისი. კი, და თავისი გემოზე რო დარჩეს. მაგიტო და ბოლოს გავუკეთებთ მწვანილებს, რომ მწვანილი უკვე მზად არის. კიდე ხომ არ დამეჭრა მწვანილი. ეს ქინძი კი, ეგ ქინძი სულ გავუკეთოთ და მერე ტარხუნა დამეჭრა. ეს არის ჭინჭრის წვენი, ეხლა დავუმატებ ამას. რომ სქელი არ გამოგვიდეს ჩვენი შეჭამანდი. ამ მასას დავდგავ ეხლა ცეცხლზე, წამოვადუღებ. ხავს მოვშუშავ კარაქთან ერთად დავამატებ. შემდეგ დავუმატებთ კაკალს, მწვანილებს და კერძი მზად იქნება. აბა ეხლა კახა გასინჯე. კი ბატონო, დიდი სიამოვნება. მე მგონი პირველად ჭამ ასეთ საჭმელს, ხო? ნახოთ აბა. მადლობა, გაიხარეთ. თქვენთან არ აკეთებენ? ჭინჭრის. ჩვენთანაც ვაკეთებთ, მაგრამ კორკოტით და ვნახოთ აბა ახლა გემოთი თუ შეედრება ჩვენთან გაკეთებულს. მე მგონი ერთ და იგივე იქნება, ვინაიდან ერთი კუთხია და ერთი ტრადიციები გვაქვს. კი. გემრიელესი არის. შეზავებითაც ტარხუნა განსაკუთრებულად მოუხდა. კი, ტარხუნა. კი, ძალიან გემრიელი არის. ქალბატონო მარინა, ეხლა ვამზადებთ ჩვენ მესხურ კერძს მაკარლამას და კარგი იქნება ჩვენს ტელემაყურებელს ვაჩვენოთ თუ როგორ მომზადება აღნიშნული კერძი. კი, აგერ აქ ჩავყარე ეხლა ფქვილი. ეს დაახლოებით იქნება ესე კილო ნახევარი და მე ეხლა მაკარლამა უნდა მოვამზადო, რძეში უნდა მოვზილო. ეგრე რძეშიც ზილავდნენ ჩვენი წინაპრები მესხეთში და წყლითაც იზილება, ცივი წყლით. და ჩვეულებრივ მაგარცომს მოზილავ და რძით ვარჩევ, იმიტომ რომ უფრო, რა ვიცი, უფრო გემრიელი გამოდის, ხო? ეს რძე ოჯახში, ხო? საკუთარი მეურნეობიდან? კი. ნაყიდი არ არის? არა, ჩვენი საქონელი მარტო თივაზე ყავს თან ბალახს ძოვს და სუფთა ნატურალური რძე, მაწონი, ერბო, კარაქი ვამზადებთ. ყველის მასტერკლასებსაც უკეთებ, ხოლმე ტურისტები მოდიან. ხშირად მოდიან ხო ტურისტები თქვენთან? კი, ზაფხულობით. ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ ამ სფეროში, თითქმის 17 წელია. 2008 წლიდან გავხსენით საოჯახო და ალბათ ბევრი სტუმარიც გეყოლებათ, ხო აღნიშნეთ? კი, თითქმის ყველა ქვეყნიდან ყავდა სტუმრები. აი ეს შტაბეჭდილებების წიგნი გვაქვს და იმ წიგნში წერენ თავიანთ შტაბეჭდილებებს. ერთი დიდი სქელი წიგნი გავავსეთ უკვე. ეხლა მეორე წიგნი დავიწყეთ. ქალბატონო მარინა, რა გვაინტერესებს, იცით, თქვენთან მობრძანებულ ტურისტებს ძირითადად რა მოთხოვნილებები აქვთ, აი შენიშვნას რაზე აკეთებენ, რა უფრო მეტად აინტერესებს? აი ჩვენთან უფრო აინტერესებთ ხოლმე დარჩენის გარდა ეს მასტერკლასები აინტერესებთ ძალიან. კერძოდ ეს მესხური სამზარეულო აინტერესებთ ხოლმე, რა კერძებს ვაკეთებთ, როგორ ვამზადებთ და მაგის მასტერკლასებსაც სათანადოდ უკეთებ ხოლმე მე ეს მესხური რა ტექნოლოგიით მზადდება ხო თითოეული? კი და ის პროდუქტებიც აი რაც მაქვს მე ახლა ხო აი ეს ფერმა გვაქვს საქონელი ყავს და იქიდან ვიყენებ ხო იმ პროდუქტებს. ძირითადი პროდუქტი არის თქვენი ოჯახის მიერ მოწეული, ხო? კი, კარტოფილია, კიტრი, პამიდორი, ყველაფერი თავის სეზონზე. აი ეს ხილი, თუთაც გვაქვს და ბაქმას ვამზადებთ, ხო იცი ეს მესხური, როგორი ძვირფასი პროდუქტია მაგით, ჰალვას ვამზადებ მაგისგან და ძალიან გემრიელი გამოდის, რაღაცა უნიკალური. ჩვენთან ბაქმაზე თაფლზე უფრო მძვირია, როგორც ვიცი. საბაზრო ფასი უფრო მძვირია ბაქმაზე. საბაზროც და თვითონ თვისებები, ისეთი თვისებები აქ ძალიან სამკურნალოა. კუჭნაწლავისთვის ძალიან კარგი არის. ვამზადებთ ჩვენ აგრეთვე არყის კევს ვაკეთებ, ბებიაჩემისგან ვიცი და შავი ფერის კევი. რა გემრიელია.
ხო, ეხლა წელსაც ვაპირებ აუცილებლად უნდა გავაკეთო. ტურისტებს თუ აქვთ გასინჯული არღისკი? ხო, არა აქვთ გასინჯული და ვაპირებ აუცილებლად რაღაც გარკვეული ისე იციან ზოგმა რომ ვაჩვენებდი ხოლმე აი სურათებს რომ აი ჩვენ ამას ვამზადებთ აი უკრაინელები იყვნენ პოლონელები და ჩვენცო ვიცითო ესო ჩვენი ისინი სამზადებდნენ კი რაღაც ნაწილმა იცის კი მოხსულ სტუმრებს ყველაზე მეტად რომელი კერძი მოწონთ მესხური აი ახლა რასაც ვამზადებ აი მაკარლამა იტალიელები მყავდა ტურისტები და ეს იყო ჩემი აი ყველაზე კარგი შეფასება რაც მაგათ მითხრეს რომ მიირთვეს ეს კერძი მითხრეს რომ ასეთი პასტა ჯერ ჩვენ არ გვიჭამბიაო მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ აი ყველაფერი ისეთი გავასინჯო დავაგემოვნებინო რომ დაამახსოვრდეთ ტურისტებს რომ შემდეგ სურვილი გქონდეთ ხშირად კი რა თქმა უნდა კულინარიას ძალიან დიდი ეს შეუძლია ხო იცი დიდი ძალა აქვს მაგ მხრივ რომ აი სადაც წავა ტურისტი ზუსტად აინტერესებს ზუსტად იმ კუთხეს დამახასიათებელი პროდუქტი იქნება ხილი იქნება და ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ აი კონკრეტულად კერძის დაგემოვნების მიზნით ჩამოვიდეს ადამიანი და ასევე გაეცნოს ჩვენს ისტორიულ ძეგლებს რომელიც თავმოყრილია ძალიან ბევრი მით უმეტეს ასპინძის რაიონი და ეს სამცხე-ჯავახეთი ღიად სისქვეშ მუზეუმი არის კი რა თქმა უნდა ეს ცომი ძალიან უნდა მოიზიდოს ხო უფრო ხო მაგარი უნდა იყოს რა თქმა უნდა ეს არის იგივე მაკარონი და ხო ეს ხელით დამზადებული მაკარონია და მაგარი უნდა მოიზიდოს და ეს რძეში რო იზილება უფრო რძე ამაგრებს ცომს და უფრო გემრიელი გამოდის აი მაგიტო თავის გემურთვისებას ტოვებს ხო კი ეს ახლა უხლავით უნდა გააბჭყებოთ ხო კი გავშალოთ ახლა აღნიშნულ მაგიდას აქ თქვენ რას ეძახით სოფელში ფეშხომი ხო ფეშხომი ჩვენთანაც მაგას ვეძახით გააბჭყება ქალბატონების საქმეა თუ არა დიდი სიამოვნებით კი გავაბჭყებთ იმას ხო არა კაც როგორ ვიკადრებათ ხო აი როგორც ხინკლის ცომი ისეთი მაგარი უნდა იყოს და ამას გავაბჭყებთ ახლა კარგად გავშილით და მე დავჭერით მაკარონებით ესეც ჩვენი მაკარლამა ეხლა ჩავყრით ადუღებულ მარილიან წყალში 7 წუთი ვადუღებთ და შემდეგ შევაზავებთ ყველით, ნივრით, ხახვით და კაკავით. ქალბატონო მარინა, დღევანდელი დღე ისე როგორ დავამთავროთ, რომ ჩვენს მობრძანებულ სტუმრებს არ ვაჩვენოთ, არ ვასწავლოთ მესხური ქადა ხაჭაპური, როგორ მზადდება, შემდეგ როგორ ცხება. გთხოვთ? კი, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. დავიწყოთ აღნიშნული კერძის ეხლა მოვხალით ჩვენ აი ეს ქვილი, ესე მოყავისფრო რო გახდა, ეხლა უნდა დავამატოთ ამას ერბო. ჩვენთან მესხეთში ხო იცი რომ კეთდება მარილიანი ქვადები, აი სხვა რეგიონებში და კუთხეებში უფრო ტკბილს აკეთებენ ხოლმე და ჩვენ მარილს ვამატებთ და ეს ქადები გამოგვივა ეხლა ჩვენ მარილიანი. დავამატებთ ეხლა ამას ერბოს. ამაში არის ღორის ქონი და წმინდა ერბო არეული. გადაურევთ და ეს იქნება გული ჩვენი მესხური ქადის გულს გავაკეთებთ ეხლა. კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში კეთდება, ხო, ესეთი ფორმით ხაჭაპურის მომზადება. აი საქართველოს სხვა კუთხეებში ესეთი ფორმით მომზადებული კერძი ხაჭაპური არ მინახია. სხვა კუთხეში აი ასე დიდი რაოდენობით ცხიმს და ერბოს და ღორის ქონს არ ხმარობენ კი. მესხეთში გვიყვარს ხო ჩვენ ცხიმიანი კერძები? ხო, გვიყვარს კი და ეს უფრო ჩვენი ტრადიციულია. ძველი დროიდან ესე რომ საქართველოს სხვა და სხვა კუთხის კულინარიაში ამდენი ცხიმის მიცემა არ მსმენია ყოველ შემთხვევისთვის მე. მესხეთში ძირითადად ნოყიერ საკვებს ამზადებდნენ ხოლმე, სულ ერბოთი, ხორბალს იყენებდნენ დიდი რაოდენობით, შორს უწევდათ გადაადგილება და აი ადამიანები რო არ დარჩენილი იყვნენ და ისე მაძღრისად აჭმევდნენ
ქალები მაშინ და ესე ცხიმს იყენებდნენ დიდი რაოდენობით მესხეთში. აი ბაქმაზი და კარაქს ურევდნენ, ზურბიაც უძახდნენ, თუ გაგიგია? კი. ხო და აი მაგასაც აჭმევდნენ და მე მთელი დღე აღარ შევდებოდათ ხოლმე. იმდენად ნოყიერი არის, ხო, აღნიშნული კერძი, რომ ძალიან ნოყიერია. დღეში ერთხელაც რომ იკვებო, საკმარისია. ხადებიც და აი სომინიპურის რო გამოვაცხობთ ახლა. სომინი 2 კვირა ძლებდა, არ ფუჭდებოდა. მადლობა ჩვენს მაყურებლებს, მადლობა ჩემი კუთხის მასპინძელს, რომ ასეთი საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენი კუთხის ისტორია გაგვეცნო მთელი ფართო საზოგადოებისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ნახველი, როდესაც ნახავს ჩვენი კუთხის ისტორიის შესახებ გაეცნობა მესხური სამზარეულოს კულინარიის ამ ტრადიციებს და იმედია გვესტუმრებით სამცხე-ჯავახეთში და თქვენი თვალი დაინახავთ ამ ყველაფერს, გაეცნობით და იზიარებთ ამ მესხური კუთხის ტრადიციებს.